ჩემი ბოსობის ამ დღე ნახევარში ყველაფერი იყო გაკრევლებული და გაფიწყინებული. რა თქმა უნდა საუზმერო მომზად და შევჭამეთ და მერე მივაკრე, ხო? ანუ ნორმალურია, ხო მემქონე რა. ხო და ეს წერილი არ იყო ჩემთვის, ხოლო ეს იყო ზოგადად სიტუაციებიდან გამომდინარე და მათ შორის გაფრთხილება იმის, რომ ჩვენ შემთხვევაში წესი არ მოხდეს. მე ასე ვფიქრობ. ლორენცოს ორ პირობას რაც შეეხება, კარგად ხედავთ, ანუ დილით როგორ ფსიქოლოგიურ ტერორში გამაღვიძა, ვითომ გიტარით, მაგრამ მთელი ამბებით, სამზარეულოში თუ რამეს ვაკეთებდი, ხან კვერცხი გამოგდებინა, ყელიდან თავის ფსიქოლოგიური ტერორით ხან რა. რაც შეეხება, რომ მუზებს რო ამოეფარა ზურგს უკან და მუზები რო ახსენა და ეხლა ვითომ მუზები რო ჩამირიეთ აქ რაღაცაში რო ლელუმო მუზების დროს ცუდი მე გამithქვამს მე კონკრეტულად ლორენცოს მოსაწევი ოთახი ეს მოწესრიგება მუზების დროს ევალებოდა ლორენცოს და ჩვეულებრივი სახორე იყო და ამასაც გოგოები მილიონჯერ უმეორებდნენ და ეუბნებოდნენ მაგრამ ნუ რა დგინდა ზოგადად არაფერს არ აკეთებს ლორენცო თითზე ჩამოსაცვლელად აქვს რამე გაკეთებული სახში რაც მოსულები ვართ ერთი თვე და მე მოვიყვანე ეს მაგალითი ის ადამიანი რომელიც საღურეში იჯდა ერთი კვირას უკან ეხლა გასუფთავებულ მოსაწევში რო ზის მე მეუბნება რომ აი იცი რა ვიღაცა მე იოგურტი ჭამაა და თითში მე ჭამა იოგურტი ანუ ხახნა რა თქმა უნდა ეს სიტუაცია იყო მანამდე ჯავახას სიტუაცია რომელიც ვერ გავიგე და მე მეუბნება რომ არ მეწყინაო და დღეს ინტერვიუების ოთახში ვხედავ რომ მეწყინაო იძახის და მარიამს ეუბნება გამწირესო და იქ ლორენცოსთან არის წუწუნებს და ანუ მთელი ამბები ვერ 4ჯერ მკითხა ადამიანმა რატო არ მომეციო მწვანე დროშაო ანუ ჩემთვის რომ მე რომ მაგარ მწვანე დროშა არ მომცა მეც დავიწყო წუწუნი გამწირა მეთქი ანუ რა ანუ ვერ ხვდები მე დაგეკმა ესე რომ აუცილებლად ყველა ეს ზედმეტყვი ბოსი უნდა გახდეს ჩემთვის მწვანე დროშა მხოლოდ ბოსობას არ ნიშნავს ჩემთვის არის მხარდაჭერა და სხვა ბევრი რამე ამ მწვანე დროშით ეს ჯავახასაც უთხარი და მეთქი კოდ შეგიძლიათ ესე გამოიყენოთ რა ვიცი რაც პროექტში ვართ არც ერთ მათგანს მარიამ ლორენცოს და ჯავახას ჩემთვის მწვანე დროშა არ მოუციათ რა ვიცი და ჩემგან რატო ითხოვენ ვერ გავიგე ნამდვილად ძალიან დიდი ვერტიში ხავხნა რა ყველაფერს გაქება და შეგნება ჭირდება მოკლედ ეს ყველაფერი ჯავახამ დაიწყო ახალი ბოსი ვარ და ეგრევე ჯავახამ დაიწყო და ეგ დრამები მოყვა ყველაფერს მე ლორენცომ გააგზავნა საერთოდ უსამართლოდ და წერილი მივიღე მე ვთვლი რომ უსამართლოდ იმიტომ რომ რაც ბოსი გავხდე მართლა ცოცხი არ გამეგდია ხელიდან და ხე გაზი და ყველაფერი და რა ვიცი სუფთავე იყო მე მუზების ჩარევა გადაწყვიტეს ამ ყველაფერში მე მაგან გამახიზანა და ანუ მეთქი სად ვარ პროსტა ანუ რას ვაკეთებ და ნამდვილად მინდოდა წამოსვლა მაგრამ ხა არიან ადამიანები ჩემს ირგვლივ ის გოს მომიყვანა ასე ვთქვათ და მე ისთვისაც შევედი რომ მეჩვენებია ჩემი პროფესია თქვენთვის მინდა რომ ეს გავაკეთო და გავაგრძელო ადამიანს შეიძლება ყველა შემთხვევაში მაგრამ როგორც ვატყობ აქ ისეთი ამბები და ესეთი კოალიციები მიდის მართლა რეალური რამდენად მოვახერხებ ჩემ გულშემატკივრებს დიდი მადლობა და ერთ-ერთი მიზეზი თქვენ ხართ რომ მე დღეს იმ გადაწყვეტილებით ვუნდები სახლში როგორ ერთად